გვარამია და არა მხოლოდ პოლიტიკოსები ტოვებენ უკვე პრეზიდენტის რეზიდენციას, მოვისმენთ პირველ შეფასებებს 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა და თავდაპირველად ვიცოდით, რომ პროდასალური პოლიტიკური ცენტრების ლიდერები იქნებოდნენ, თუმცა უფრო გაფართოებული აღმოჩნდა შეხვედრა, აქ იყო მესამე სექტორის სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები. რა შედეგით დასრულდა, ახლა ჩვენ ნიკასგან გავიგებთ პირდაპირ ეთერში. ნიკა, იყო 2 საათიანი შეხვედრა, კონკრეტული შედეგი თუ არის ერთგვარი პირველადი შეთანხმება, იმიტომ რომ იქ იყო საუბარი საბჭოზე, დოკუმენტი შეიტანეთ თქვენ პოლიტიკოსებმა სალომე ზურაბიშვილთან, რა შედეგით გამოხვედით? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრად მნიშვნელოვნად გამოიკვეთა ახლა კონტურები, რა მოქმედებები უნდა კონდეს პოლიტიკურ სპექტრს. კვლავ ამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის მნიშვნელოვნად ამ წუთში უფრო უკან თავის გადაწყვეტილებებით, ვიდრე არის ხალხი. და ეს არც ცუდი, არც კარგი, ეს მოცემულობაა, მაგრამ კარგი რაც არის, ეს არის, რომ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან, პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც. ამიტომ მგონია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა ამ მხრივ დღეს მიღებული, რაც ძალიან კარგია და ძალიან სწორია. ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ისაუბრებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ, არჩევნების ჩაანიშნვასთან დაკავშირებით, არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით და როგორ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები მიღებული, ფორმალიზაცია ამ პროცესს. პარლამენტის დათხოვნა იყო ის, რაც თქვენ თქვით, რომ თქვენ ამ იდეას ემხრობით, თუ გაუზიარეთ სალომე ზურაბიშვილს და რა პასუხი მოისმინეთ? ეს ჩემი პოზიცია, სალომე ზურაბიშვილს, არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს, მე ჩვენ კოლეგებსაც უზიარებ, სამოქალაქო საზოგადოებასაც, მე ამას ვფიქრობ სწორად, კონსტიტუციური თვალსაზრისით, ისტორიული თვალსაზრისით და დროულობის თვალსაზრისითაც. ამ მხრივ გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ, ხადია, მე შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია ამ საკითხზე. ამ მოცემულობაში ნიკა რა შეიძლება მოხდეს? სალომე ზურაბიშვილი თუ ამ ნაბიჯს გადადგამს პარლამენტს ის დაითხოვს, შემდგომ რა შეიძლება მოყვეს ოცნების მხრიდან და ეს რა მხრივ იქნება ინდიკატორი იმის, რა ეტაპზე რეჟიმი? ჩვენ თუ იმაზე ვიფიქრეთ, მხოლოდ ოცნების მხრიდან რას რა რეაქცია იქნება, მაშინ ერთნაირი იქნება ყველა გადაწყვეტილება, ანუ არაფრის კეთება. ოცნების მხრიდან ყველაფერს ექნება დესტრუქციული დამოკიდებულება. ყველაფერს საერთოდ. ეს არ შეიძლება იყოს გადაწყვეტი. როდის ვიხილავთ ამ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს? საზოგადოებაში დიდია ინტერესი. მხოლოდ პირველ რიგში და მარტო, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ ამაზე პირველ რიგში პრეზიდენტმა. 29 დეკემბრამდე ნიკა? მათ შორის. მადლობა, ნიკა გვარამიას უსმენთ პირდაპირ ეთერში, ახლა უკვე გავაგრძელებ მე საუბარს. გიორგი ვაშაძესთან ერთად სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერიც აქ არის. გიორგი, დოკუმენტი, საბჭო, რომელიც პრეზიდენტის ბაზაზე უნდა შექმნილიყო, რა მიმართულებით არის წინსვლა, იმიტომ რომ საზოგადოებაში ინტერესია ამ პოლიტიკურ პროცესში რა როლი ექნებათ პოლიტიკურ აქტორებს. ორი საკითხია აქ და ღია თქვათ, პირველი რომ დოკუმენტალურად გავიარეთ რა არის გასასწორებელი იმისთვის, რომ არჩევნები მეტნაკლებად ნორმალურად ჩატარდეს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პოლიტიკური მდგენელი და ჩვენ ამაზე გქონდა საუბარი პრეზიდენტთან, რომ როგორ უნდა დაორგანიზდეს, ან დაორგანიზდეთ იმისთვის, რომ 20 წლის შემდგომ ეფექტურად გავაგრძელოთ ბრძოლა. ეს აზრები გავცვალეთ, ხვალ 7 საათზე ისე ვიკრიბებით და პირდაპირ ვიტყვი, რომ პრინციპში ჩვენი აზრები, ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მთავარია, რომ ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ლეგიტიმაციის წყარო კვლავ პრეზიდენტშია და მასთან ერთად ვაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას 29-მდეც, 29-ის მერეც და იმ მექანიზმზეც ვისაუბრეთ, გავცვალეთ აზრი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს მასთან ერთად, იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ. ბრძოლა გრძელდება. კი, ისევ აქ ვიკრიბებით, უკვე ინტენსიურ რეჟიმში გვაქვს ეს სამუშაო პროცესი. რა თქმა უნდა, პარალელურად ველოდებით თვითმარქვია რეჟიმს გამოიყენებს თუ არა შანსს, რომ მისთვის ნაკლებად უფრო მტკივნეულად მოხდეს არჩევნების ჩანიშვნა. თუ ამას არ გამოიყენებს, მე ვფიქრობ, რომ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდება მომავალში. რა გადაწყვეტილებები, ეს მნიშვნელოვანია. რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად, რაზეც ვშელობთ, შეგიძლიათ ერთი მაინც დაგვისახელოთ, ახლა რა ნაწილში არსებობს ერთგვარი შეთანხმება ოპოზიციასა და პრეზიდენტს? შეთანხმება არსებობს, რომ მუდმივი მოქმედი რაღაც მექანიზმი შეიქმნას, რომელიც სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებებს, შეიქმნას პრეზიდენტის გარშემო ეს მექანიზმი, არის მისი ორი კომპოზიცია, პოლიტიკური და ასე ვთქვათ საზოგადოებრივი, რომელზეც გვექნება უკვე დეტალურად მსჯელობა, რანაირად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეალიზება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ გაგრძელდეს სისტემური ბრძოლა წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, სისტემური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტების მიღება იმისთვის, რომ საბოლოო შედეგზე გავიდეთ. საბჭო ამოქმედდა უკვე
საბჭო რომელიც არა, ჯერ არა, დღეს იყო ამაზე საბოლოო გაცვლა ინფორმაციის და მე ვფიქრობ, რომ ხვალზე საბოლოო შეჯერებას მივაღწევთ ამ თვალსაზრისით. მაგრამ არ დაგვავიწყდეს ქუჩაში პროტესტი. ერთად დგომა, ხალხთან ერთად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. გიორგი, დიდი მადლობა. ჩვენ გიორგი ვაშაძეს ვუსმენდით პირდაპირ ეთერში. ხედავთ რომ ნელ-ნელა ტოვებენ ახლა პოლიტიკოსები ამ სივრცეს. მაია კოპალეიშვილს რამდენიმე წამში უკვე რაც მორჩებიან საუბარს მედიის წარმომადგენლებთან მის პოზიციას შემოგთავაზებთ. მოკლედ, რაც შეიძლება ითქვას დანამდვილებით, ეს არის ის, რომ ხვალ ისევ იქნება პრეზიდენტთან შეხვედრა, იქამდე თამარ ჩუგოშვილს ვხედავ და მასთან გავაგრძელებ საუბარს. თამარ, შეხვედრა დასრულებულია. თუ არის ძირითადი შეთანხმების კონტურები ამ დროისთვის გამოკვეთილი, რის თქმა შეგიძლიათ? მე ბევრს ვერ გაგიზიარებთ, იმიტომ რომ ავალ თვითონ პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება. მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებამაც, რომელიც აპროტესტებს მთელი ამ დროის განმავლობაში მთლიანად ამ ქვეყნის მოსახლეობამ რაღაც ერთიანობა დაინახოს სამომავლო გეგმებში და სამომავლო მოქმედებებში. დანარჩენზე დეტალებზე ჩემგან არ იქნება უბრალოდ სწორი საუბარი. აი ეს მოქმედებები გათვლილია 29 დეკემბრამდე პერიოდზე, იქამდე ვიდრე უდიპლომო ყაველაშვილს პრეზიდენტს დაარქმევენ. აი რა პერიოდზე? მანამდე მერეც, მაგრამ 29-ში არაფერი არ მთავრდება, ანუ რეალურად, ხომ? იმიტომ რომ შეიძლება პირიქით უფრო მნიშვნელოვანი პროცესები 29-ის მერე დაიწყოს. ეს არის აქ მთავარი. მე არ მაქვს პირადად არანაირი მოლოდინი, რომ 29-მდე ჩაინიშნება ახალი არჩევნები და შესაბამისად ჩვენ საარჩევნო პროცესში გადავალთ. ჩვენ მოგვიწევს 29-ის მერეც ჩემი მოლოდინია, ჩემი პირადი აზრია 29-ის მერეც საპროტესტო, ასე ვთქვათ, პროცესებში ყოფნა. და ეს მარტივი არ არის, რა თქმა უნდა. ბრძოლა გასაგრძელებელია და შეიძლება დაგვჭირდეს იმაზე მეტხანს, ვიდრე ვისურვებდით და იმაზე რთული იყოს ეს ყველაფერი. ამიტომ აქ პრეზიდენტის როლი და პოლიტიკური პარტიებისაც და საზოგადოების წარმომადგენლებისაც რაღაცა შეთანხმებული მოქმედება თუ უბრალოდ ინფორმაციის ქონა ერთმანეთის გეგმებთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი და ეს შეხვედრა ამისთვის იყო სასარგებლო ძალიან. აი თამარ, თქვენთვის რა არის ეფექტური ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას ამ შემთხვევაში? აი მაგალითად ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის დათხოვნის ინიციატივა, რომელიც დღეს ალბათ შეხვედრაზეც იყო გაზიარებული და მოსმენილი. აი თქვენ პირადად რა ნაბიჯს თვლით ეფექტურს ამ მოცემულობაში? პირველ რიგში ეს პარლამენტი რომ არალეგიტიმური არის და ის რომ უკვე გასული არის კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს უკვე ცხადი არის, ეს უკვე ყველა მიცის. დათხოვნა და ახალის თარიღის გამოცხადება მე პირადად ამ ეტაპზე არ მიმაჩნია სწორად და არ ვფიქრობ, რომ ეს არის გამოსავალი და საჭირო. ბევრი სხვა რამ არის გასაკეთებელი მანამდე, ვიდრე ახალი რიცხვები დადგინდება. ეს არის პროტესტის სხვადასხვა ფორმები, ეს არის პოლიტიკური პარტიების უფრო მეტი კონსოლიდაცია, ერთიანობა და მათი მხრიდან დამატებითი, ასე ვთქვათ, როლის შესრულება ამ პროტესტში და საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, ჯგუფების მხრიდან კიდევ უფრო მეტი კრეატივის შემოტანა. არის მნიშვნელოვანი ელემენტი ბიზნესი, იმიტომ რომ ეკონომიკა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ კრიზისში. ბიზნეს ორგანიზაციებს ძალიან ბევრი ბიზნესი არის, რომელიც აფიქსირებს უკვე ღიად უპრეცედენტოდ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბიზნესი აფიქსირებს თავის პოზიციას და ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი. კონკრეტიკაზე როგორც გითხარით, მე ვერაფერს არ იქნება ჩემგან სწორი ახლა ამაზე საუბარი. კონკრეტულ გეგმებზე. მადლობა. თამარ ჩუგოშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. შეხვედრა დასრულებულია პრეზიდენტის რეზიდენციაში და ახლა უკვე ტოვებენ აქ როგორც პოლიტიკური ლიდერები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციას. ჩვენ ხვალ უფრო მეც გავიგებთ, იმიტომ რომ ხვალ 7 საათზე სალომე ზურაბიშვილთან იქნება კიდევ ერთი გაფართოებული შეხვედრა და აუდიენცია, როგორც უკვე მოვისმინეთ, პოზიციების დაახლოება უკვე მოხდა, არის გაწერილი გეგმები როგორც 29 დეკემბრამდე პერიოდზე, ასევე 29-ის შემდგომ, მაგრამ ალბათ ამის შესახებ უფრო მეც უკვე ხვალ გავიგებ. ფაქტია, რომ პრეზიდენტი კოორდინაციას პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან განაგრძობს.